თვალების სამრევლო სკოლა უფლის კარავში მიმდინარეობს შეჯიბრება, რომელიც უკავშირდება ისტორიულ საკითხებს და ასევე წმინდა წერილის საკითხებს. ეს არის სააღდგომო შეჯიბრება. შეჯიბრის საკითხები უკავშირდება ნების შვიდეულს, აღდგომის დღესასწაულს, ქეთევან დედოფალს, წმინდა ნინოს, ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელს და მარტყოფის და მარაბდის ბრძოლებს. პირველი შეკითხვა, რომელი კუთხიდან იყო დედოფალი ქეთევანი? დედოფალი იყო ქართლიდან. ვინ იყო ქეთევან დედოფლის მეუღლე დავითი? გათათრებული ქართველის გვარი, რომელიც ფიგურირებს წმინდა ქეთევანის ცხოვრებაში. უნდილაძე, იმამ ყულიხან უნდილაძე. შეჯიბრება 3 ასაკობრივ კატეგორიაში. 6-დან 9 წლის ჩათვლით, 10-დან 15 წლის ჩათვლით და 16-დან ზემოთ. ამჯერად მიმდინარეობს 10-15 წლიანების პირველი ტური. ამ შეჯიბრებების მიზანი არის, რომ ეს ბავშვები კიდევ უფრო მეტად დაახლოდნენ ერთმანეთთან და ასევე ცოდნა შეიძინონ წმინდა წერილის შესახებ და საკუთარი ქვეყნის ისტორიის შესახებ. ესე იგი, ადამიანს თუ თავისი ისტორია უყვარს, თავისი ქვეყანა უყვარს და აქედან გამომდინარე იზრუნებს მერე თავის ქვეყანაზე და ის გააგრძელებს თავის ისტორიას. და ერთ-ერთი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩვენი ეს არის. ამ ბავშვების დაახლოება, ამ ბავშვების ღვთისმოსავობით ცხოვრება და ესენი ამათგან ერთი დიდი ოჯახი უნდა შეიქმნას. და ამისკენ მივდივართ, ეს შეჯიბრებები ყოველწლიურად ეწყობა სააღდგომოდ, საშობაოდ და ფერისცვალებისთვის. წარმატებებს უსურვებ ჩვენს პატარებს.